მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ეთერისთვის. კი, ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იყო, კიდევ უფრო განვითარება და გაგრძელება წინ გველოდება და რა თქმა უნდა ეს რაღაც ის ერთი რაუნდით, ერთი შეხვედრით ოვალურ ოფისში არ დასრულდება. პირველ რიგში ერთ მნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს მეზობლებს შორის, ჩვენს რეგიონში არის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახად სასარგებლო, სასიკეთო ამბავი საქართველოსთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღეს ერთგვარად ამოვარდნილია ამ საერთაშორისო მაგიდებიდან, საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან, საერთაშორისო საერთაშორისო არენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონაწილე არ არის, ამის მიუხედავად კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი და სასარგებლო მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. იქნება მშვიდობა კავკასიაში, ეს ნიშნავს, რომ უკეთესი განვითარების შესაძლებლობა იქნება მათ შორის საქართველოსაც. მაგრამ იმისათვის, რომ ეს განვითარება დადგეს და იმისათვის, რომ ეს განვითარება იყოს სწრაფი, მზარდი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გვჭირდება ამ სტაგნაციიდან, ამ უკუსვლიდან, ეს აღარ არის სტაგნაცია, ბოდიშს ვიხდი, ამ უკუსვლიდან სწრაფი გამოსვლა, ჩვენ გვჭირდება დიდი სახელისუფლებო ცვლილება, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალი სუფთა ფურცლიდან აი ამ გაფუჭებული ურთიერთობების რაც შეიძლება სწრაფი ტემპით გაუმჯობესებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან, მის წევრ ქვეყნებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენ დიახ ველოდებით ისტორიულ შეხვედრას ალიასკაში და ზუსტად ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიაში და საუბარი ხაზგასმით უნდა ვთქვათ, იყო არა უბრალოდ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებაზე, არამედ ყველა დისკუსიის დროს, ყველა ოფიციალური განცხადების დროს თავად დასახელებაში საუბარია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობაზე, სამხრეთ კავკასიურ დერეფანზე, სამხრეთ კავკასიის ამაზე, იმაზე, ყველანაირ კონტექსტში საუბარია სამხრეთ კავკასიაზე და არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანზე და ჩვენ ამოვარდნილი ვიყავით მთლიანად ამ დისკუსიიდან არავის საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლების აზრი არ მოუკითხავს, მათ არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებიათ, საკუთარი ადგილის ძებნა არ დაუწყიათ. ამაზე მეტი, ამაზე დიდი შეცდომა, დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე არც კი ვიცი რა შეიძლება წარმოიდგინო. დღეს ძალიან ბევრი საუბარია, აგვისტოს 7 აგვისტოს ომის კვირაში ვართ და ბევრი საუბარია იმაზე, შვიდში ვინ გააკეთა განცხადება, 8-ში ვინ გააკეთა, ვინ რა თქვა, როგორ თქვა. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც გარკვეულწილად მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ თავარ დანაშაულს დღეს ქართული ოცნება. ან შანსის გაშვებას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის წარსულზე, აი უძინეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მე არც არ ვაკრინებ არც ერთი წუთით, მაგრამ ის უკვე მომხდარ ამბავზე არის საუბარი. მაგრამ თინა, როგორ ახერხებს ოცნება გაყიდოს ეს ამბავი? აი აწირა იქნება, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი შეფასება მოვისმინე, რომ ჩვენ რაღაც სხვა კონტექსტი გვაქვს, იქ 20 კილომეტრში დგას რუსული ჯარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეხლა მე ამას აღარ მოვყვები. აი რა შეგიძლია რო თქვა კონკრეტულად, რომ ყველას ჰქონდა თავის გზა და ასე შემდეგ და ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და გამოწვევები, ხომ? აი რა სიტყვით ამაზე? ყველა სახელმწიფოს საქმე არის ინდივიდუალური, რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები არის ორმხრივი ურთიერთობები, იმიტომაც ქვია, რომ აქვს მას თავისი სპეციფიკა, თავისი განსაკუთრებული ნიშნები, მაგრამ ამასობაში არსებობს გარკვეული სტრატეგიული ინტერესები, რომელიც თანხმედრაც ან ხდება, ან არ ხდება, რომელიც საერთოა როგორც წესი, თუ კი ნორმალური პროგრესზე, განვითარებაზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე ორიენტირებული ხელისუფლება ყავს. ზუსტად ეს აკლია ქართულ ოცნებას პროგრესზე, განვითარებაზე, დემოკრატიაზე, წამყვან ქვეყნებთან, სამყაროს ლიდერებთან ურთიერთობა არ აქვს მას და იმიტომ ვართ იმ დღეში, რა დღეშიც ვართ. საქართველოს უკეთესად სომხეთში დგას რუსეთის ჯარი, იმეს ხო არ დაავიწყდა. სომხეთში მკვეთრად გამოხატული, ხშირად ნათქვამი, ხშირად განცხადებული ინტერესი აქვს რუსეთს. მას აქვს პრეტენზია, რომ სომხებთან ერთად მოიგეს ის ომი და სომხეთი მასთან ვალშია და სხვადასხვა ადევნებს თვალს რა ხდება რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, ეს სრული ისტერიკა სომხეთის საკითხზე, მათ შორის არის ცნობილი პროპაგანდისტების როგორ იქცევა სომხეთი და რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ფაშინიანის ბრალია, რომ მან ირწმუნა შეერთებული შტატების და ვერ გაექცევა, ასე ვთქვათ, რუსეთის წვლილს და ასე შემდეგ, ხო? ხო, რა თქმა უნდა და იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ სომხეთი
მათთან ვალშია და ეს ვალი უნდა გადაიხადოს და სომხეთს არ აქვს უფლება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ქონდეს. სომხეთს არ აქვს უფლება მათი აზრით მოსკოვის კრემლის გადასახედიდან თავად აირჩიოს პარტნიორები, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და აირჩია ეს ფაშინიანმა, აირჩია თავისი მომავალი, მან გააკეთა უზარმაზარი ნახტომი სულ 2 წელიწადში. მან მოახერხა, რომ უკიდურესად გამწვავებული შიდა პოლიტიკური დისკუსიების ფონზეც კი იღებდა ერთმანეთის მიყოლებით პრინციპში არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს სომხურ საზოგადოებისთვის და მას გვერდში დაუდგა საბოლოო ჯამში მთელი ქვეყანა, იმიტომ რომ ყველა მიგრძნო პროგრესის და განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ ეს პირველი ბოდიშვიხტი უბრალოდ ეს გამიშოვანი საკითხია, რაც თქვენ კითხვა დასვით და უცებ დავასრულებ. პირველი ეს რუსული ჯარი და რუსული ინტერესი სომხეთის შემთხვევაში სახეზეა და ამიტომ აქ რაიმე განსაკუთრებული განსხვავებულობა საქართველოს არ აქვს და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი ალიასკას შეხვედრა. რუსეთს აქვს მიმდინარე ღია ომი უკრაინასთან დღეს 20 კილომეტრში კი არ უდგას უბრალოდ ჯარი, არამედ დღეს უკრაინაში იღუპებიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უკრაინელი გმირები, სხვათა შორის ქართველი გმირებიც, რომელთანაც ზურგი დგას ქართული ოცნება და რომელთა გმირობასაც ის ვერ ხედავს და არ აღიარებს. და ამიტომ რა განსხვავებაზე ვლაპარაკობთ, რომელ აცდენაზე ვლაპარაკობთ და ალიასკას შეხვედრის დროსაც ზუსტად ისევე როგორც სომხეთთან და აზერბაიჯანთან შეხვედრის დროსაც პრეზიდენტი ტრამპი არ ილაპარაკებს საქართველოზე. ის ილაპარაკებს პუტინთან ჯარების გაყვანაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, უკრაინის თავისუფლებაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ილაპარაკებს ის და ის არ ილაპარაკებს საქართველოზე. ამიტომ არაფერ განსხვავებაზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, არამედ უნდა ვლაპარაკობდეთ დღეს ჩვენ რომ მართლა ხელისუფლება ყავდეს, უნდა 10,000 შეთავაზება უნდა ედოს მაგიდაზე. 100,000 ჯერ უნდა გქონდეს ვაშინგტონში ატალახებული კარი და ჩამოღებული კედლები და კარები და ფანჯრები, არ ვიცი. და ყველანაირად უნდა ცდილობდეს, რომ იმ მაგიდასთან იმ დისკუსიის დროს სადაც გადაწყვეტილებები იქნება სავარაუდოდ მიღებული, მათ შორის საქართველოს შესახებაც იყოს საუბარი. ზუსტად ისევე, როგორც სომხეთთან და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან საუბრის დროს უნდა ყოფილიყო საქართველოში თინა უკრაინაზეც მინდა კითხოთ, აი რა კონტექსტში იცი ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ჩვენ ვიცით ახლა რაც ხდება საერთაშორისო ასე ვთქვათ ასპარეზზე, კონკრეტულად რა დაპირებები ქონდა ტრამპს და რომ მას ჭირდება წარმატება მისი დაპირებების, მისი ასე ვთქვათ განცხადებების აი გამომრჩევლის წინაშე, მას შორის რომ ქონდეს წარმატება სხვადასხვა მიმართულებით, ხომ? იქ პუტინს ხვდება, აქ სამხრეთ კავკასიაში გამოაცხადა ირანში რაც მოხდა. აი ამ პროცესს როგორ უყურებთ დიდ სურათში? თქვენ აი რა იქნება, ანუ რეალურად ეხა ეს ამბავით რაც გამოცხადა 99 წლიანი, ესეც ხო დრო სჭირდება ამას, ხო რეალურად რომ ამოქმედეს ეს კომპანიები შემოვიდნენ. აი როგორ უნდა შევხედოთ და რა მოლოდინი უნდა გქონდეს აი ამ პროცესიდან, იმიტომ რომ დღეს ვკითხულობდი ირანელების განცხადებას, აი ის რო არის მათი ლიდერის მრჩეველი, რომ გამორიცხულიაო, ანუ ის ფიქრობს რომ კავკასია უძრავი ქონების ნაწილიაო და მას იჯარით აიღებს, მაგრამ ეს ადგილი გახდება დაქირავებული ჯარისკაცების სასაფლაო. ეს არის ირანის პოზიცია. ეს განცხადება კი. აი ამაზე მიპასუხეთ და ხო, ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, ხო რუსეთი კრემლი არ არის ერთადერთი და ვლადიმერ პუტინი ერთადერთი ბოროტება ამ რეგიონში. სამწუხაროდ ჩვენ ეს რეგიონი ამ თვალსაზრისით საკმაოდ მდიდარია ბოროტების მსახური ლიდერებით, მაგრამ ჩვენ დიახ მართლა როგორც თქვენ დაიწყეთ მეც აი ეს კითხვა ზუსტად იმავე ფრაზით გავაგრძელებ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სჭირდება წარმატების ჩვენება პირველ რიგში საკუთარი ამორჩევით და საკუთარი ქვეყნისთვის და ის როდესაც ამერიკელები ამ ტიპის განცხადებას აკეთებენ, რაც ჩვენ თეთრი სახლიდან გუშინ და გუშინ წინ ვისმენდით, ის აუცილებლად დადგება ამ განცხადებების უკან. ის აუცილებლად იქნება ამ უსაფრთხოების გარანტი. და კიდევ ერთხელ დადგება, ჩვენ გვაქვს მუდმივად განგრძობადი შანსი გვაქვს. მუდმივად განგრძობადი შანსი გვაქვს, სადაც ეს რეგიონალური ბოროტებები ადგილზე არიან, სანამ ისინი ცოცხლები არიან და მოქმედებაში არიან, იქნება მოსკოვი თუ თეირანი, მანამდე საქართველოს აქვს შანსი დაბრუნდეს თამაშში, აქვს შანსი იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ პროცესში, მაგრამ ამას ქართულ ოცნებასთან ერთად ჩვენ ვეღარ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ აირჩია სწორება, სწორედ თეირანზე, პეკინზე, მოსკოვზე და არა დასავლელ პარტნიორებს. დიდი მადლობა თინა, დაგემშვიდობები, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ნამდვილად წამზომე არის ჩართული, ძალიან დინამიურად ვითარდება პროცესი, ეხლა ბრიტანეთი არის ყურადღების